ვაგრძელებ ბედის მატრიცის თემის გაგრძელებას კონკრეტული ადამიანის და ახლა მინდა განვიხილო ეგრეთ წოდებული კარმის კუდი, რომელიც მე ექსკლუზიურად დავარქვი კარმის შოლტი, იმიტომ რომ კუდი შეიძლება იყოს ფუფულაც, ლამაზიც, რომანტიულიც, აი შოლტი კი ყოველთვის მწარეა. აი ამ ადგილას ჩანს ხოლმე ბედის მატრიცაში, ასე ვთქვათ, ვინ იყავი წინა ცხოვრებაში, ნეგატიურ ასპექტში, წინა ცხოვრებას არ გულისხმობ მაინდა-მაინც ჩვენი გაგებით ამ რეინკარნაციამდე წინა რეინკარნაცია, რომელიღაცა წინა რეინკარნაცია, სადაც რაღაცა ვერ გაიარე, რაღაცა სისუსტემ დაგძლია, ასე ვთქვათ, შეცდომად შეფასდა, დანაშაულად შეფასდა და შენ დაიბადე, იმიტომ რომ ეს ნეგატივი გამოასწორო. ამ ნეგატივმა იცის კრიზისულ მომენტში გახსენება განსაკუთრებით და ეს არის ის ჩვენი ჭრილი, ის ჩვენი ნეგატივი, ის ჩვენი შავი ლაქა ჩვენში არსებული, რომელიც ზოგადად ყველა ადამიანს აქვს. და მეორეც, კრიზისულ სიტუაციაში გვახსენებს თავს და დემონებით გვეძახის, გააკეთე, ისევ გააკეთე. ხო და რა ხდება ახლა ამ ბედის მატრიცაში? ამ ადამიანს წინა რეინკარნაციაში, ცხოვრებაში, როგორც ვახსენე, შეუყვარდა ადამიანი და ეს სიყვარული იყო არასრულფასოვანი, იმ მხრივ რომ იყო უპასუხო სიყვარული და მოხდა ის, რაც აკეთებენ და რითაც სდუნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებსაც აქვს დაბალი თვითშეფასება და აქვთ ამ დროს ძალიან დიდი მოთხოვნილება, რომ ვინმე უყვარდეს. წინა რეინკარნაციაზე მაქვს ლაპარაკი, ხას უსმავ და არა ამ ცხოვრებაში, თუმცა როგორც თქვი, ამ ცხოვრებაში ეს ძალიან აქტიური ჭრილია იმ ადამიანის ვიზეც ვსაუბრობ და ეს ჭრილი ყველა ადამიანს გვაქვს, თუმცა სხვადასხვა გვარი. და რა იყო ეს? ადამიანს უყვარდა ვიღაც ცალმხრივად, მის ყურადღებას, მის სიყვარულს ვერ იმსახურებდა და როდესაც ადამიანს აქვს დაბალი თვითშეფასება, ის ყოველთვის გარეთ ეძებს ამ სიყვარულს. მას ეს ამ შეგრძნების მოპოვება უნდა გარედან და არა სწორი არის, როცა შენ თვითონ განიცდი ამ ყველაფერს და შენ ხარ სრული სიყვარულით, ამის შემდეგ უყვარდები ადამიანს და ეს სრულყოფილება კიდევ უფრო დიდდება. მაგრამ შენ თუ სიყვარულს ვერ გრძნობ სხვა ადამიანის გარეშე, ეს უკვე არის დაბალი თვითშეფასების ბრალი. ხო და ამ ადამიანმა გააკეთა სასიყვარულო მაგია. ხო, აი ეს კარმა აქვს ამ ადამიანს, ამიტომ რა ხდება, ვისაც ეს კარმა აქვს, ჯერ ეს ერთი ბავშვობაში და აი აქ კაფიოდ ჩანს 5 წლის ასაკში, ნახე, მე სულ ვამბობ, რომ 9 წლამდე ძალიან მკვეთრად, ხოლო 12 წლამდე მაქსიმუმ წინა ცხოვრების კარმა გადმოდის ხოლმე ბავშვზე. ეს არის ის მიზეზი, რატო იბადებიან ან ასე ვთქვათ, არაჯანსაღი ბავშვები, ან რატო რთული ცხოვრება ბავშვებს, აი ეს არის ზუსტად ამის პასუხი და არა ის, რომ ღმერთი უსამართლოა და ცხოვრება უსამართლოა. ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. ხო და აი 5 წლის ასაკში გექნებოდათ ეს კრიზისი და რა არის ეს კრიზისი? ეს არის ან უყურადღებობა, ან უსიყვარულობა, ან განცალკევება მშობლისგან, ან სიუხეშე და მრავალი ფორმა. ანუ მშობლისგან, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ბავშვს, აი ამ ასაკში, უყურადღებობა, სიუხეშე, უპატივცემლობა და ყურადღების დაკლულობა. დიახ, ესე ვლინდება. და ეხლა ზოგადად ამ ცხოვრებაში როგორ ვლინდება ამ ადამიანთან ეს? ნახეთ, ზოგადად ვისაც ეს კარვის კუდი აქვს, მინდა გითხრათ, რომ უჭირთ პირადი ცხოვრების აწყობა, იმიტომ რომ უნდა ისწავლონ პირადი ცხოვრების აწყობა მაგიების გარეშე და მთავარი გაკვეთილი არის ის, რომ ამ ადამიანმა ისწავლოს საკუთარი თავის სიყვარული გათმაგებულად, საკუთარი თავის მიღება ისეთი როგორიც არის და შეყვარება, თავად უნდა უყვარდეს საკუთარი თავი. ნახეთ, ამ ადამიანის ცენტრშიც მის
სულში და არის 12. 12 არის ეს მსხვერპლი ნეგატივში და ეხლა 6-იც ნეგატივშია, გვხვდები რომ 12-იც ნეგატივში იქნება და რატომ ეს და რას ნიშნავს ეს? ეს არის ოღონდ შემიყვარე და მე მსხვერპლს ეწავალ, ოღონდ შემიყვარე და მე ყველაფერს დავთმობ, ოღონდ ჩემთან იყავი და მე შეუძლებელს გავაკეთებ შენთვის. ეს არის ნეგატივი. უნდა გარდაქმნა ეს. მე მიყვარს ჩემი თავი და მე ყველაფერს გავაკეთებ სიყვარულით, ოღონდ შენ ეს უნდა დამიფასო. შენ ეს უნდა დაინახო. აი ესე უნდა შეცვალოს დამოკიდებულება. ამ კარმის კუდის მქონე ადამიანებს ან აქვთ ძალიან დაბალი თვითშეფასება გადმოყოლილი და ძალიან ხშირად ებმებიან სასიყვარულო, ასე ვთქვათ, მძიმე ნეგატიურ მიჯაჭვულ ურთიერთობებში, სადაც პარტნიორი აწამებს, პატივს არ სცემს, არის ხშირად ძალადობის მსხვერპლი და ის ვერ მიდის, ვერ თავისუფლდება ამ პარტნიორისგან. იმდენად არ მოსწონთ საკუთარი თავი, რომ ასე ვთქვათ, საერთოდ მივიწყებული აქვს საკუთარი თავი და პატივსაც არ სცემენ, არ უვლიანთ საკუთარ თავს, მაგრამ არის მეორე ესეთი კარმის კუდის გამოვლინება, როდესაც ადამიანი აი გადამეტებულად სრულავს საკუთარ თავზე, არ აძლევს საკუთარ თავს ამოსუნთქვის საშუალებას, ყველა პატარა ნაკლის, თვითონ რო ჩათვლის, რომ ნაკლია და დეტალის გამოსწორება უნდა გამოიყურებოდეს ზე იდეალურად, იმიტომ რომ ის ფიქრობს, რომ მე თუ არ ვიქნები, ასე ვთქვათ, ზე იდეალური, მე თუ არ ვიქნები ქალღმერთი, მე თუ არ შევფასდები 100 ქულით, მე არ შემიყვარებენ. ანუ საკუთარ თავზე ზრუნვა მოდის იქიდან კი არა, რომ მე ჩემი საკუთარ თავი მიყვარს და მსიამოვნებს რომ ზრუნავ. არა, მე თუ არ ვიბრწყინე, მე არ შემიყვარებენ. იმიტომ რომ დიდი სიყვარულის მოთხოვნილება აქვთ ამ ადამიანებს, ისევ და ისევ ვამბობ და ამ სიყვარულს ეძებენ სხვაგან, გარეთ და არა საკუთარ თავში. იქიდან გამომდინარე, რომ აი 4-იანი აქვს გულის ქვეშ, ხო? ეს არის, ასე ვთქვათ, პარტნიორი, რომელსაც მოიზიდავს ის და თუ ამ ყველაფერს დაამუშავებს, ახლა მე რა ვთქვი, მიმართავ საკუთარ თავის სიყვარულისადმი და არა კრიტიკისადმი და მე იდეალური უნდა ვიყო, არა და ასევე შექმნის, აი ნახეთ, აბსოლუტურად ფინანსებშიც, საქმიანობაშიც 4 უზის და სიყვარულშიც 4. აუცილებელია თქვენთვის, რომ შექმნათ რაღაც საკუთარი საქმე, რომელსაც თქვენ მართავთ და ასე ვთქვათ, ეს ლიდერული, მმართველური, კონტროლირებადი ენერგია გადაისროლოთ საქმეში. ამ შემთხვევაში თქვენთან მოვა ადამიანი, რომელიც იქნება წელში გამართული, ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ, იმაში, რომ უნდა იყოს მამაკაცი ძლიერი, შემდგარი და მასთან მყოფი ქალი უნდა იყოს ყველაფრით უზრუნველყოფილი. თუ ამას გააკეთებ, ეს ასე იქნება და ეჭვიანობას თუ შეცვლის სიმარტივით. ეჭვიანობა არის გამოხატული ამ თქვენს კარმაში. თუ ამას არ გააკეთებთ, გააგრძელებთ ეჭვიანობას, ილუზიას და ცუდი ენერგიების წარმოქმნას, მაშინ ნამდვილი დესპოტი მოვა თქვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ 4-იანი მინუსში არის დესპოტი, მკაცრი, კონტროლირებადი, თქვენსავით ეჭვიანი და აიცი როგორი შენ ჩემი ხარ, მე მეკუთვნი და რასაც მინდა და როგორც მინდა ისე მოიქცევი და გააკეთებ. ესეთი ადამიანი. ცხადი ესეთი არ გვინდა და თქვენ უნდა დავამუშავოთ ეს. ანუ ეჭვიანობას ვანაცვლებთ სილაღით, სიმარტივით და ვამუშავებთ კარმის კუდს. აი ამის შემდეგ უკვე ჩავწერ საგვარეულო, ასე ვთქვათ, კარმებს, რომელიც არგისებული აქვს, ნახეთ, 5-16-11, 5-16-11, 13-27, 13-27 და შემდეგ ვიდეოში ვნახოთ, რას ნიშნავს ეს. გემშვიდობებით, დროებით.